თქვენ მოგატყუეს. თუ გითხრეს, რომ თეთრკანიანები იყვნენ მონათმფლობელები და დამჩაგვრელები, სინამდვილეში თქვენი ისტორია არ იცით. და არსებობს მიზეზი, რატომაც არ სურთ, რომ იცოდეთ ისტორია. სურთ, რომ გადააწერონ ის, რაც მოხდა. იმიტომ რომ ეშინიათ, რას გააცნობიერებენ ჩვეულებრივი ადამიანები, თუ უკან გაიხედავენ და ნახავენ, როგორი ცვლილებების მოხდენა შეძლეს ჩვენნაირმა ადამიანებმა. მათ არ სურთ, რომ იცოდეთ თქვენი ისტორია. იმიტომ რომ თუ იცით თქვენი ისტორია, თუ ნამდვილად იცით, როგორ გაუქმდა მონობა, თუ ნამდვილად იცით თეთრკანიანი ადამიანების ისტორია ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში, იცოდით, რომ გაქვთ რაღაც, რითაც უნდა იამაყოთ და ეცდებოდით და გეცვათ, პატივი გეცათ და შეგებრძოლებოდით. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ პრობლემა, მაშინ უბრალოდ უკან იხევთ და აძლევთ მათ საშუალებას შემოიჭრან. და სწორედ ამიტომაა ეს ვიდეო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უთხრეს, რომ თეთრი ყოფნა ნიშნავს სხვების დაჩაგვრას. ეს გიჟური შეხედულებაა იმაზე, რაც ოდესღაც რეალურად მოხდა. და დაიმახსოვრეთ, თუ არ უნდათ რომ ეს ნახოთ, ეს იმიტომაა, რომ ეშინიათ სიმართლის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და pushback-ში. მე მეირა ქეი ვარ, თქვენი წამყვანი. მეგობრებო, წინ დიდი სიამოვნება გელით. მათ გითხრეს ისტორია იმის შესახებ, ვინ ხართ და საიდან მოდიხართ. კოლონიზატორები, მონათმფლობელები, დამთქმველები და თქვენ უნდა გეგრძნოთ სირცხვილი. არა იმისთვის, რაც გააკეთეთ, არამედ იმისთვის, ვინც ხართ. მოდით ნუ ვიკამათებთ ამ ისტორიაზე. მოდით შევამოწმოთ იგი. ბრიტანეთმა ყველაფერი ჩაიწერა. მოდით გავხსნათ წიგნები და თავად ვნახოთ. დავითხოვთ აშკარა კითხვით. მაშინ როცა ეს ყველაფერი თითქოს მათი სახელით ხდებოდა, სინამდვილეში ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები? აი, ვინ იყვნენ ისინი? იმ წელს, როცა ბრიტანეთმა მონათავაჭრობა აკრძალა, 10 კაციდან ერთზე ნაკლებ შეეძლო ხმის მიცემა, ხოლო არც ერთ ქალს არ ჰქონდა ეს უფლება. თქვენი წინაპრები შეიძლება ცხრის მოპარვისთვის ჩამოეხჯოთ. წვრილმანი ქურდობისთვის მათ მსოფლიოს მეორე ბოლოში აგზავნიდნენ და ასე მოექცნენ 160,000. მათი შვილები 8 წლის ასაკში მაღაროებში მუშაობდნენ, ხოლო ქარხნებში გათენებამდე უკვე იყვნენ. მანჩესტერში კი მუშათა ოჯახებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 17 წელი იყო. საოცარია, რომ 17 წლის ახალგაზრდებს გონიათ, რომ ცუდად აქვთ საქმე, მაშინ როცა ეს იყო რეალობა 100 წლის წინათ. საზისრობა. დაბლა დასწია იმ ბავშვებმა, რომლებიც ვერასდროს გაიზარდნენ. ასე რომ სანამ ძლიერების ქმედებებს განიხილავთ, ეს გაითვალისწინეთ. თქვენი წინაპრები ამას არ აკეთებდნენ. ისინიც ამ ყველაფრის ქვეშ იყვნენ და სწორედ ეს ხდის შემდეგ მომხდარს განსაკუთრებულად. რადგან როცა იმავე ადამიანებმა გაიგეს რა იყო მონობა სინამდვილეში, რომ 800,000 ადამიანი ჯაჭვებში ყავდათ საკუთარი დროშის ქვეშ, მათ ომი გამოუცხადეს ამას. და მათ არ ჰქონდათ არც ხმის მიცემის უფლება, არც არმია და არც პარლამენტში ადგილი. ისინი იბრძოდნენ იმით, რაც ჰქონდათ. სასამართლო დარბაზი. 1762 წელს მონა სახელად ჯეიმს სომერსეტი ჯაჭვებით წაიყვანეს ლონდონში. და ინგლისურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ინგლისური კანონით ადამიანის მონატყოლა შეუძლებელი იყო. ის თავისუფლად გავიდა. სამზარეულო. 1791 წელს 300,000 ოჯახმა უბრალოდ შეწყვიტა მონური შაქრის ყიდვა. არც მარში, არც არეულობა. გადაწყვეტილება, რომელიც 300,000-ზე მეტ სუფრასთან იქნა მიღებული. ხედავ, რატომ არ უნდათ რომ იცოდე. ეს ადამიანები, რომლებსაც ხმის მიცემა არ შეეძლოთ, რომლებმაც შვილების უმეტესობა დაკარგეს, რომლებიც თითქმის მონებივით მუშაობდნენ, სწორედ ისინი იყვნენ, ვინც წინააღმდეგობა გაუწიეს. და ეხლა ჩვენ ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს და შეგვიძლია წინააღმდეგობა გაუწიოთ, მაგრამ ისინი შიშობენ, რომ ამას მიხვდები. ხელმოწერა. 1792 წელს პარლამენტში 519 პეტიცია შევიდა, რომლებზეც 390,000 სახელი ეწერა და ამ ხელების უმეტესობას ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. ხელმოწერა იყო ერთადერთი ხმა, რომელსაც კანონი აძლევდა მათ. ამიტომაც იყენებდნენ მას წლიდან წლამდე, სანამ პარლამენტი ვეღარ გაუძლებდა ზეწოლას. 1807 წელს ბრიტანეთმა აკრძალა მონებით ვაჭრობა. ხალხმა აიძულა მთავრობა ემოქმედა და როცა მონათმფლობელებმა 800,000 ადამიანისთვის საფასური მოითხოვეს, ისინი მაინც მტკიცედ იდგნენ. სწორედ ამ ხალხმა გადაიხადა ეს ფასი. 20 მილიონი ფუნტი, რაც მთავრობის მთელი წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 40% შეადგენდა, ვალი, რომელიც ხაზინის თქმით მხოლოდ 2015 წელს დაიფარა. ასე რომ, თუ თქვენი ოჯახი 2015 წლამდე ბრიტანეთის გადასახადებს იხდიდა, თქვენმა ოჯახმა მსოფლიოს თავისუფლების შეძენაში მიიღო მონაწილეობა. და ეს არის ნაწილი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. როდესაც ბრიტანეთმა გადაიხადა, მან ყველა მოთხოვნა ჩაიწერა. 46,000 მათგანი 24 მილიონიან ქვეყანაში მონათმფლობელთა სია არსებობს. ნამდვილი სია. დღეს შეგიძლიათ მოძებნოთ ეს. თქვენი წინაპრები ამ სიაში არ არიან. ისინი საბუღალტრო წიგნის მეორე მხარეს არიან. თქვენ ყველა მიცით, რომ მე არ მიყვარს განისთვის პროდუქტების გამოყენება, რადგან არ მინდა თავი წებოვნა თან დახშულად ვიგვისნო და უბრალოდ სისუფთავე მინდა ვიგვისნო და ვიცი, რომ სახის რუტინის არ ქონა თითქმის დანაშაულს გავს. მაგრამ ეხლა როცა OneSkin ვიპოვე, ალბათ უნდა ვაღიარო, რომ მთელი ეს დრო წდებოდი. ხომ ხედავთ, ჯერ ასაკოვანი არ ვარ, მაგრამ ბოლო დროს კანის ცვლილებებს ვამჩნევ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბერების დროა და ეს ძალიან უხეშია. მაგრამ ბევრი მეგობრის და ყოლიობის შემდეგ გადავწყვიტა მეც მეცადა. და დიახ, ეხლა უკვე შეცვლილი ქალი ვარ.
მე არ უწევ რეკლამას იმას, რასაც არ ვენდობი. თქვენ ყველა მიცით ეს, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ. რას ფიქრობთ? და ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. Oneskins 10,000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი შეფასება აქვს და ახლა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერები არიან. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ განსხვავებით იმ ინფორმაციისგან, რასაც ინტერნეტი გთავაზობთ, უკეთესი კანის მისაღებად ნამდვილად არ გჭირდებათ რთული რუტინა. ხანძრიობის კვლევაში 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის შედეგად შექმნილი OneSkin OSO ერთი პეპტიდი დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად ებრძვის ასაკის ხილულ ნიშნებს და გეხმარებათ, რომ ახლა და ასაკთან ერთად ყველაზე ჯანსაღი კანი გქონდეთ. შეზღუდული დროით სადეთ OneSkin 15%-იანი ფასტაგლებით გამოიყენეთ კოდი MEIRA ვებგვერდზე oneskin.co, მისამართზე oneskin.co/meira. ეს არის 15%-იანი ფასტაგლება oneskin.co კოდით MEIRA. შეძენის შემდეგ იკითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ ჩვენგან გაიგეთ მათ შესახებ. მილიონობით ადამიანმა გადაიხადა მისი დასახურად. შემდეგ კი ბრიტანეთმა გააკეთა ის, რაც არც ერთ ქვეყანას არასდროს გაუკეთებია. მან დაიწყო ბრძოლა მონობის წინააღმდეგ ყველგან. გესმით, რომ ინგლისელი ხალხის უმრავლესობა თქვენი წინაპრები იყვნენ ისინი, ვინც მონობა შეაჩერა. მათ შეწყვიტეს შაქრის ჭამა, მათ ხელი მოაწერეს პეტიციებს, მათ ამისთვის გადასახადები გადაიხადეს. ეს არის ამბავი, რომლის ცოდნაც არ სურთ რომ გქონდეთ. იმიტომ რომ თუ ამას გაიგებთ, შეგიძლიათ მოულოდნელად იამაყოთ იმით, ვინც ხართ. ხომ ასეა? და თუ იამაყებთ იმით, ვინც ხართ, მაშინ იბრძოლებთ იმისთვის, ვინც ახლა ხართ. მაგრამ ეს არ სურთ. ამის ეშინიათ. ამიტომ ვეუბნებიან, რომ თქვენ ხართ პრობლემა. თქვენ ხართ პრობლემა, ართ პრობლემა. თქვენ ხართ პრობლემა. 24 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 46,000 იყო პრობლემა, დიდი ალბათობით. ეს თქვენი ოჯახი არ იყო. დიდი ალბათობით თქვენი წინაპრები იყვნენ ისინი, ვინც ეს ყველაფერი დაასრულეს. და არა მხოლოდ ინგლისში დაასრულეს ეს, რაც თავისთავად წარმოუდგენელია. მათ იბრძოლეს მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივი სისტემის გამოყენებით. და არა მხოლოდ იქ გააკეთეს ეს, ახლა გაიგებთ, კიდევ რას აკეთებდნენ ისინი. და კი, თუ თავს ამაყად გრძნობთ, ასე უნდა იყოს. 1808 წლიდან სამეფო საზღვაო ფლოტმა დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან განათავსა ესკადრა ერთი ბრძანებით. შეეჩერებინათ მონათა ვაჭრობა. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ შეაჩერეს 1600 მონათა გემი და გაათავისუფლეს 150,000 ადამიანი ზღვაში. დაახლოებით 1600 მეზღვაური დაიღუპა ამ მისიაში, უმეტესობა დაავადებით. დოკერების შვილები, მგზოველების შვილები, აფრის სტილოში შეკერილები და 4000 მილის მოშორებით სახლიდან დამარხულები. მფლობელებმა მიიღეს ბუღალტრული წიგნი. მეზღვაურებს ზღვა ერგოთ. ისინი აფრიკაზე არ გაჩერებულან. საუკუნეების განმავლობაში ბარბარიის კორსარები ევროპელებს საკუთარ სოფლებიდან იტაცებდნენ და ჩრდილოეთ აფრიკაში ყიდნენ. 1816 წელს სამეფო ფლოტი ალჟირში შევიდა და ეს ყველაფერი დაასრულა. როდესაც ბრაზილია მონათა ვაჭრობას აგრძელებდა, სამეფო ფლოტი მონათა გემებს იქვეწვავდა. როდესაც ლაგოსის მეფე ხალხს ყიდდა, ბრიტანეთმა ის გააძევა. როდესაც ამერიკული ბამბა, რომელიც მონებმა მოკრიფეს, ლანკაშირში ჩავიდა, ქარხნის მუშებმა შიმშილი არჩიეს ვიდრე მისი დამუშავება. და 1886 წელს მოხდა ბოლო აქტი, ზანზიბარში ომი, რომელიც 38 წუთს გაგრძელდა. შემდეგ წელს მონობა ბრძანებით გაუქმდა. დღეს თითქმის ყველა ქვეყანამ დედამიწაზე მონობა აკრძალა. სადაც ის ჯერ კიდევ არსებობს, იმალება. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის, მაგრამ სამყარო, რომელიც მას ებრძვის, უნდა აშენებულიყო. და ის აშენდა ძირითადად ბრიტანეთის ხარჯზე და ძირითადად ბრიტანელების ხელით. იმ ადამიანების ხელით, რომლებსაც არასდროს ყოლიათ ვინმე საკუთრებაში. მაშ რატომ არასდროს გსმენიათ ამის შესახებ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ ცოცხალი თაობის მეხსიერებაში ეს ისტორია თავიდან დაიწერა. ვაჭრობა დარჩა სახელმძღვანელოებში და იქ უნდა იყოს კიდეც, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლა ამოიღეს. თქვენ ასწავლიდნენ დანაშაულს, მაგრამ არასდროს ასწავლიდნენ გამოსავალს. სირცხვილი და არასდროს ის ფასი, რომელიც თქვენს ოჯახს გადაუხდია, რომ ყველაფერი გამოესწორებინა. მაგრამ ისტორიულ ჩანაწერს არ ადარდებს, რას ამბობს ამბავი. ისტორიული ჩანაწერი ამბობს, რომ სამყარო, სადაც მონობა აიკრძალა, ჩვეულებრივმა ბრიტანელმა ხალხმა შექმნა. მასწავლებლებმა, მქსოველებმა, მაღაროელებმა და საიალქნე ტილოში გახვეულმა მეზღვაურებმა 4000 მილის ახლიდან შორს. ძლიერები მსოფლიოს ექსპლუატაციას უწევდნენ. პირველად საკუთარ ხალხს ექსპლუატაციას უწევდნენ და სწორედ ამ ხალხმა დაასრულა მონობა. შენ შეგასწავლეს სირცხვილი, მაგრამ არასდროს სიამაყე. მათ შენი წინაპრები ისტორიიდან ამოშალეს. ჩვენ ვასწავლით იმას, რაც მათ სურთ დაგავითდეს, ამბიდან ამბამდე, სახელიდან სახელამდე. გაიგე მეტი მისამართზე proudofus.co.uk/proudofus.co.uk/support. იყავი ჩვენი ნაწილი. იამაყე ჩვენით. ნევგულისხმობ. ეს არის ის ისტორია, რომლის სწავლაც გინდა რომ შენმა შვილებმა ისწავლონ. ეს არის ვიდეო, რომელიც თუ ყველა ახალგაზრდა ინგლისში ნახავდა, ისინი უცებ აღარ დაინტერესდებოდნენ დამპყრობელების დაშვებით. ისინი უცებ აღარ იგრძნობდნენ, რომ უბრალოდ უნდა ისხდნენ დანაშაულის გრძნობით და არ იამაყონ თავიანთი დროშით, იმით ვინც არიან, იმით რისთვისაც დგანან. ისინი იგრძნობდნენ კავშირს თავიანთ წარსულთან და იამაყებდნენ იმით, რაც მომავალში შეუძლიათ შექმნან. და სწორედ ამიტომ ამას თქვენ არ გეტყვიან.
ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ უსმენთ პროპაგანდას, რომელიც გდემორალიზებთ, გართმევთ იმედს, გაძლევთ შეგრძნებას, თითქოს თქვენ ხართ პრობლემა, დიდი ალბათობით ვიღაცას სურს, რომ სუსტი იყოთ, დაბნეული იყოთ, რათა შემოვიდეს და თქვენი ადგილი დაიკავოს. ნუ დაუშვებთ, რომ ეს იყოს ინგლისის ისტორია, გოგოებო. ნუ დაუშვებთ, რომ ეს იყოს მსოფლიოს ისტორია. სადაც არ უნდა გაიხედოთ, დასავლური საზოგადოებები დემორალიზდებიან იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გარედან სწულთ ისინი. რატო? იმიტომ, რომ დემორალიზებული საზოგადოება ადვილად დასაპყრობია. არასოდეს არ დაივიწყოთ ეს. მადლობა ყურადღებისთვის.